კავშირში გიერთდებით კოსტავას გამზირიდან, თუმცა ეს უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა სწორედ რუსთაველის გამზირისკენ მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც უკვე შეიძლება ითქვას თითქმის 3 თვეა მიმდინარეობს ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები და სწორედ მსვლელობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყო, სწორედ დასრულდება რუსთაველის გამზირდა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გესმით აქ თქვენ შეძახილები ამ აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული პირებს, რომლებიც ამ დრომდე არიან საპატიმროებში. ცოტა ხნის წინ აქ ისმოდა შეძახილების სოლიდარობა მზია ამაღლობელს და აი ამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას არაერთხელ გაისმა მხარდამჭერი განცხადებები ჩვენი კოლეგის მიმართ, რომელიც ერთ თვეზე მეტი შიმშილობდა საპატიმროში და რომელიც სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული და რომლის უფლებადამცველებიც ამტკიცებენ დღემდე სხვადასხვა ინსტანციაში, რომ ის მუხლი, რომლითაც ჩვენი კოლეგა დააკავეს, არ არის შესაბამისი იმ ფაქტთან, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ ის პოლიციელ და თავდაცვის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება დღევანდელი საპროტესტო აქციის სხვა გზავნილები შეიძლება ითქვას, რომ არის უცვლელი. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა კვლავ რჩება უცვლელ მოთხოვნად აი ამ პროტესტის და ასევე უცვლელი მოთხოვნა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. აი ამ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები და ცხადი არა მხოლოდ ისინი, ჩვენ უფრო ხალხმრავალი აქციებიც ვნახეთ გასულ დღეებში, მიიჩნევენ, რომ საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული პირები არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ მათ საპატიმროები და ასევე ეს მსვლელობა მე გიყვებოდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყო ეს ერთგვარი ტრადიცია მთელი ამ პროტესტის განმავლობაში, რომ მოქალაქეთა ნაწილი ყოველ საღამოს იკრიბება საზოგადოებრივ მაუწყებელთან უცვლელი მოთხოვნით, რომ მაუწყებელმა დაუთმოს სათანადოდ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მაუწყებლის ჟურნალისტებმა გააშუქონ სათანადოდ მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმე. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობდა სათანადო დროს მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებას. არაერთი შეხვედრა მოითხოვეს მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან და ისინი ითხოვენ, რომ მაუწყებელმა მისცეს მეტი საეთერო დრო სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და დაუთმოს მათ ეთერი. სხვადასხვა დღეს გაისმა კიდეც მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნითაც კი გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია. სწორედ ეს შეძახილები ისმის ახლა კოსტავას გამზირზე და უკვე მსვლელობა ნელ-ნელა ინაცვლებს რუსთაველის გამზირისკენ და პერიოდულად არ ვიცი რამდენად იყო ეს ახმადი კადრში პერიოდულად ის მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, ისმის ავტომობილების საყვირების ხმა, ისინი ერთგვარად ცდილობენ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოთ აი ამ მსვლელობას. შეიძლება ითქვას, რომ საავტომობილო გზაზეც ცხოვრების ნაწილი მოკლედ მხარდაჭერას უცხადებს აქციის მონაწილეებს და ასევე მეთან გიორგი კოპაძე, ევრონიუს ჯორჯიას ოპერატორს ვთხოვ, რომ ვაჩვენოს კადრში ეს მსვლელობა შეძლებს და გვარად და ასევე გეტყვით იმას, რომ დღეს არაერთი
მგზავრდილი მოვისმენთ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე. ვრინიშნებიან, რა თქმა უნდა, ჩაწერა აქციის მონაწილეებთან ინტერვიუები, რომლებსაც მოგვიანებით ეთერში აუცილებლად შემოგთავაზებთ. თუმცა გეტყვით, რომ დღეს თემა, რაზეც ძალიან აქტიურად საუბრობდნენ დღევანდელი აქციის მონაწილეები, ისევე როგორც გასულ დღეებში და ისევე როგორც სხვა პროტესტის დროს არის პროტესტი იმის მიმართ, რომ მთელი ამ თითქმის 3 თვის განმავლობაში არც ერთი სამართალდამცველი არ არის დაესჯელი იმ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში აქციის დაწყებიდან, საპროტესტო მუხტის დაწყებიდან დღემდე და მოქალაქეები სწორედ ითხოვენ დღევანდელი პროტესტის მონაწილეებს და არა მხოლოდ მოქალაქეთა შეიძლება ითქვას დიდი ნაწილი ითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიოს დროულად ეს საქმეები, გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, ის საქმეები, რომელსაც ყავს ათობით დაზარალებული, მათ შორის ჟურნალისტები და მათ შორის დემონსტრანტები. კადრს გიტოვებთ კოსტავას გამზირიდან, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს მსვლელობა და გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ ეს დღევანდელი მსვლელობა და დღევანდელი საპროტესტო აქცია ტრადიციულად საქართველოს პარლამენტთან დასრულდება.